ხალბატონი ეკაჭიჭინაძე მოდის? თუ ფულს ურიცხავთ? ნუ ეგ თვითონ გაარკვიეთ იმას. წილი ელიავას მეორადი სამშენებლო მასალების ბაზრობიდან და შენახული 16 მილიონი. რა არის თქვენი სიმდიდრის წყარო? დღეს ნახეთ როგორ გროვდება დიდი ფული ივანიშვილების მეგობარი დეპუტატის ეკაჭიჭინაძის საბანკო ანგარიშებზე. შეწუხდი კითხვებით არ მესმის რას. ხო და მითხარით. ჩვენი გუნდის ახალი ჟურნალისტური გამოძიება ოლიგარქის პარტიის მილიონერ დეპუტატებზე. ირაკლი ღარიბაშვილი რის გამოც დაიჭირეს? თქვენც იგივე ბრალი არ წაგიყენო, თქვენს კომპანიებში რეალურად ჩართული ხომ არა ხართ? ჩვენ ვარკვევდით ისინი კანონის მოთხოვნით რეალურად ჩამოშორდნენ ბიზნესის მართვას. თუ პარლამენტიდან მათ ბიზნეს იმპერიებს ლობირებენ, რომ კიდევ უფრო მეტი მილიონი იშოვონ. როდის იყავით ოფისში, რატო ვერ მაგას რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიყავით? ანუ ბიზნეს საქმიანობას აწევით, თუ იქ დადიხართ და ჩართული. სამშენებლო ბიზნეს იმპერიის მფლობელი დეპუტატი ბერეკაშვილი გვიმტკიცებს, რომ მშენებლობის ბიზნესის სამართავად დიზაინერ ცოლს გადააბარა. ნახეთ რა ხდება რეალურად. მეუღლე არის, მაგრამ ის არის წილის მმართველი. ვიზე გავრცელდება ღარიბაშვილის პრეცედენტი. თქვენი საქმეა მესადო. რა ვიცი, ღარიბაშვილს მაგის გამოიჭერთ და მაგიტომ გეკითხებით. თქვენ ხომ არ გემუქრებათ ეს საფრთხე რაღაც პერიოდის მერე? მილიონერი დეპუტატები ივანიშვილის პარტიიდან გვიმტკიცებენ, რომ მათი კომპანიების ოფისებში არა ბიზნესის საკეთებლად, არამედ საკითხავად დადიან. შეიძლება იშვიათად წელიწადში ერთხელ თვეში ერთხელ შევიარო წიგნი ავიღო ხოლმე. ოფისში რომ წიგნისთვის შედიხართ, მინდა გიჯერებთ. რაზე ბიზნესშია ჩართული საღამო წიგნი ავიღო, კაცო, ჩემ ოფისში? ჩვენ გადავამოწმეთ ყველას ნათქვამი და აღმოჩნდა, რომ რასაც ამტკიცებდნენ ტყუილია. არანაირი ბიბლიოთეკა აქ არ არსებობს. თავისი კაბინეტში ხომ არ აქვს წიგნები? ღარიბაშვილს შავი ბიზნესის კეთება წლების შემდეგ გაუხსენეს. რა ელოდებათ მათ? პირადი მითების რაღაცის წარმოსადება. და უმტკიცებთ მაგას? დღეს 8 საათზე ჩვენ გაჩვენებთ ათობით რეპრესიულ კანონს, რომ ხმას აძლევენ. აი ეს ხალხი თავად ემორჩილება თუ არა კანონს. ოფისში შევდივარ. ხო, და მიზანი რა არის ამ შესვლის? არაფერი მაქვს. სახლი გვიკვირს დღევანდელი და ეს კითხო. აქციის მონაწილეების მაწიოკებელი პოლიციელი მდიდრული ცხოვრებით. რა, 700 კვადრატული მიწა გიკვირს. ვილა ბინები და ძვირადღირებული მანქანები მისთვის სიმდიდრე არ ყოფილა. რა, $20,000-იანი მანქანა გიკვირთ გეხვეწები გაჩვენ. ჩვენ კი დავსვით მხოლოდ კითხვა. თქვენი გადამალული ქონების ამბავი აი, მაინტერესებს. ნოიძახე ეგეთ სიტყვებს. მაშინ რატომ ალავს ამ ქონებას? რას მალავ, რა მაგ დასამალი დედას გაფძავაო ეხლა. არა, რაზი შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ საპატრულო პოლიციის ახალმაშებმა დეკლარაციიდან მასთან ერთად მცხოვრები ცოლი და შვილები ამოშალა. მათ სახელზე კი ბოლო 3 წელში დიდძალი ქონება გადააფორმა. ქონებას, რომელიც მამა თქვენი ფლობს, თქვენს ძმაზე რატო აფორმებს? შეგიძლიათ გითხრათ? შალვა ბარელაძე ერთ დროს ეკაყუშიტაშვილის სკანდალის გამო სისტემიდან უკან რიგებში გადაწეული პოლიციელი საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ შეფად დანიშნეს და სამოქალაქო აქტივისტებს ახლა ქუჩა-ქუჩა დასდევს. რეჟიმის მსახურება დაგიფასეს ბატონიშალა. გამატარებოდა ეს მოგწონთ ბატონიშალა. სხვაგან წახვეს. როგორ აგროვებენ ერთი პოლიციელის ხელფასით დიდძალ ქონებას? თუ ხალხის ტერორის სანაცვლოდ ფულის კეთებაში მწვანე შუქს უნთებენ. და რამდენი ხანია მე დიდი ხელფასი? არ ხარჯავთ ბატონიშალა? არ ხარჯო. აბე რა დროს დავხარჯო? დილის 6 საათზე მოვდივარ არ სამსახურში. ჭამთ, არ სვამთ, არ ისვენებთ კომუნალურ სარიცხს. და რა უნდა ვჭამო ეხლა მე იმდენი რომ ეს ფული ვხარჯო. უფრო მეც მოგიყვებით 8 საათზე. მოკლული არის სამსახურში იცოდა ისეთი, რაც არ უნდა სცოდნოთ. თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთი შეფი, კაცი, რომელიც საქართველოში ყველა მაღალჩინოსნის მიერ შემოტანილი ყველა ტვირთისა და ნივთის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თბილისის ზღვაზე მკვდარი იპოვეს. საღამოთი მთელ პერიმეტრებს ეს აკონტროლებდა. უკვე რო წამოსული სახლში მოდიოდა, არის ვიღაცა გამოყოლილი და ამ დღეში ჩამაგდეთ. ვიდრე ოჯახს ეტყოდნენ, რომ ლევან სულაშვილი ცოცხალი აღარ იყო, დედას თავად უთხრა, რომ სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა და პოსტის დატოვებას აპირებდა. დილით დაწერილი აქვს განცხადება წამოსვლა. რა იცოდა ისეთი აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რის გამოც სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა და შემდეგ მკვდარი ნახეს. დაწერა თუ არა ლევან სულაშვილმა განცხადება გარდაცვალებამდე? რატომ გაიყვანეთ რას ნიშნავს? გონიათ რომ კერძო საკუთრებაში ხარ? ოჯახი ამბობს, რომ საქმეს არ იძიებენ. ექსპერტიზის დასკვნა საქმეში ამ დრომდე არდებს.
მანქანა კი, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა, შუა ქუჩაშია მიტოვებული და თან ღია მდგომარეობაში. მივთმტკიცება შუა ქუჩაში რატომ დგას და ქუჩაში არ დგას. კი წამო გაჩვენოთ ღია როა. ვის ან რას შეეწირა თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთი შეფი. გიყვებით უფრო მეც. აი ნეტა ვინ აყავს ის მფარველი ისეთი ვინც მეშვილი მომიკლა რომ აი ესე ფეხებზე ჰკიდია იქ იყოს ხები დაგეგმილი კლელობა მამი დაგეგმილი სამშობლოში დაბრუნებული 42 წლის ემიგრანტი ქალი დანის 41 დარტყმით მოკლეს. ყელი მოწმილი და ყველაფერი 41 ჭრილობა და საშინელება. ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციელი ნათესავის ოჯახმა ორი შვილის დედა წამებით ფულის გამო მოკლა. დედამთილიც იყო, იქ პარიც იყო. გერმანიაში სამუშაო წასულმა ქალმა, რაც კი ფული იშოვა სამშობლოში აგზავნიდა. ნათესავ პოლიციელს ნაყიდი ბინების რემონტი დაავალა. როდესაც ანგარიშის ჩაბარების დრო დადგა, ცდომილება დიდი იყო, ქალი კი მოკლეს. ფული არის მაგ თემაში ყველაზე პირველი რა, იმიტომ რომ ფული არის გაფორმებული. მკვლელობის ბრალდები დაკავებულია 34 წლის ქალი. თუმცა ნათია აფხაზავას ოჯახი ამტკიცებს, რომ სისასტიკეს ის მარტო ვერ ჩაიდენდა. სოხაძემ ნახა გარდაცვლილი პირი, შეტყობინებას რატომ არ აკეთებს 112-ში? დღეს 8 საათზე ნახეთ აურია თუ არა გზაკვალი გამოძიებას ზუგდიდელმა დეტექტივმა, რომლის ცოლიც ნათესავის მკვლელობის ბრალდები დააკავეს. მაშინ როდესაც მისმა მეუღლე მოკლა ქალბატონი აფხაზავა, ცადა თუ არა საქმის ჩაფარცხვა ბატონმა სოხაძემ. ამ კვირას მოსაყოლი თქვენთვის ბევრი ამბავი გვაქვს. ხვდებით აქ საღამოს 8-ზე, რა თქმა უნდა, ტევ პირველზე.